Salome Zurabiშვილი შეუერთა სტამბასთან გაფიცულ მომიტინგეებს, ის იდგა სტამბას წინ ხალხთან ერთად. Salome Zurabishვილმა განაცხადა, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ბიზნესი ადამიანებით დგანან ერთად და ეს არის პრეზიდენტის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რადგანაც ამით ხელისუფლება ნაცვლად ხედავს თუ როგორი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის ბიზნესის განწყობა. Salome Zurabiშვილი ფაქტობრივად მთელი გაფიცვის პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სტამბასთან და ის უერთდებოდა მომიტინგეებს. Გვიცხარით, რატომ გამოხდით ამ გაფიცვის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ პირველად ხდება ესეთი რამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამიტომ გამოვედი, იმიტომ რომ ეს პირველად ხდება ჩვენს ისტორიაში. ეს არის ახალი გამოცდილება ქართველი ხალხის, რომელიც არის მსოფლიოში ძალიან გამოცდილი. იმ დროს, როცა ხელისუფლება, უბრალოდ რეჟიმი შენ წინააღმდეგ ყველა ხერხებს სიხმარს და ყველა ფორმის რეპრესიას, იმ დროს ხალხის გამოხატვა თავისი წინააღმდეგობის ხშირად ამ ფორმით ხდება. და მე მივესალმები, რომ საქართველოშიც ამ ახალ ფორმამ დღეს დაიმკვიდრა თავი, იმიტომ რომ ჩვენ დაგვჭირდება ყველა ფორმის წინააღმდეგობა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მიდის გამოწვევაზე, პროვოკაციაზე და არასდროს უკვე აღარ უფრთხილდება, მზად არის იმისთვის, რომ პროვოცირება გაუკეთოს რაღაც ხალხთა შორის კონფრონტაციას, რომელიც არ არსებობს, არ იქნება და ვერ მიაღწევს შედეგს. სასტუმრო სტამბა შეუერთა საყოველთაო გაფიცვას. რუსთან კოსტავას გამზირი იყო მთლიანად გადაკეტილი. რამდენიმე საათის განმავლობაში გაფიცული თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ მაშინ, როდესაც რეჟიმს ჰყავს ტყვეები და როდესაც საქართველოს ხელისუფალი არ გამოხატავს ქართველი ხალხის არჩევანს, ამის გამო მათ არ აქვთ უფლება, რომ არ მიიღონ საყოველთაო პროტესტში მონაწილეობა, საკუთარი წვლილი და მისი არ შეიტანონ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში. და საუბარობა გამოუცხადოთ არათლიად ქვეყანას, რომელიც იფიცება იმისათვის, რომ ჩვენს დამოუკიდებელ სამართლიან და ევროპულ მომავალს საფრთხე არ შეექმნას. დღეს ძალიან მაგარი დღე არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათითაოდ არ აქვს მნიშვნელობა რაღაც სად მუშაობს, სტაფის რამხელა რამდენი ხართ წევრები და ასე შემდეგ. თითო ადამიანიც კი როცა გამოვა და პროტესტის ნიშნად იტყვის, გაიფიცება და იტყვის რომ დღეს არ მუშაობს, თუნდაც ეს რამდენიმე საათი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ერთმანეთს, ახალ ეტაპზე გადავიდეთ, ვაჩვენოთ ერთმანეთს რამხელა ძალა გვაქვს და რომ აბსოლუტურად თითო ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერში. ვითხოვთ დაპატიმრებული ადამიანების გამოშვებას, ეს არის ძირითადი მოთხოვნა, ეხლა რაც ზოგადად ჩვენთვის და ჩემთვის არის პრიორიტეტული. მეც პირადად ვცემეს, მე დამიჭირეს, მე სასამართლოც ვქონდა, სასტიკად ვიყავი ნაცემი და ყველაფერი მე პირადად გამოვიარე. შესაბამისად ვითხოვთ დაპატიმრებული ადამიანების გამოშვებას და ახალი არჩევნების ჩანიშვნას. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვიმყოფებით ამ წუთებში, აქაც სტუდენტები, ლექტორები გამოსულები იყვნენ და ახლაც არიან ნაწილი მათგანი გარეთ. ისინი ამბობენ, რომ ისინიც ცხადია, როგორც ყოველთვის ახლაც უერთდებიან საყოველთაო გაფიცვას და აუდიტორიებში ჯდომის ნაცვლად მათ ურჩევნიათ საქართველოს დაცვისთვის ბრძოლა. ახლაც ნაწილი მათგანი იმყოფება გარეთ, აქვთ ბანერები მოტანილი, რომ გაიფიცეს საქართველო და გადაარჩინა ქვეყანა.